შემდეგი შეკითხვა, როგორ ფიქრობ, რა არის ის ტრამვა, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას შენს ცხოვრებაზე? ეს არის ძალიან რთული კითხვა. იმიტომ რომ ბევრს ვფიქრობ ბოლო პერიოდში ამაზე, განსაკუთრებით ჩემს შვილთან ურთიერთობის დროს, მაშინ როცა არ მინდა რომ გავიმეორო ის შეცდომები, რასაც ჩემი მშობლები უშვებდნენ ხოლმე ჩემთან ურთიერთობისას და ხანდახან მაინც გამექცევა რაღაცნაირად. ბავშვობის ტრამვა არის სცენაზე გამოსვლა, როცა ძალიან მსხვენოდა ამის გაკეთების რაღაც სპექტაკლს დგამდნენ ჩვენთან სკოლაში და იძულებული ვიყავი რომ მეც მქონოდა როლი, მომცეს როლი და ერთი ფრაზა უნდა მეთქვა, მეტი კი არა, ძალიან მსხვენოდა, განვიცდიდი, ნუცელი მткиოდა მთელი დღე და მახსოვს რომ აი ძლივს ამოვილუღლუღე. სადღაც სამასწავლებლო ოთახში იყო ეს სპექტაკლი და რო ვთქვი და ვიფიქრე რომ დავისვენე მეთქი, აი რაც არის თქო რა, ხო დამთავრდა რაც თავარია ეს ყველაფერი, როგორც არ უნდა გამოსულიყო და გავხედე სკოლის დირექტორს, რომელიც აი რაღაცნაირად იღიმოდა. აკი არ დამცინოდა, მაგრამ რაღაცნაირად ისე იღიმოდა, რომ აი ძალიან შემრცხვა ამ ნათქვამი ფრაზის და მას მერე ძალიან რთულია ჩემთვის რაიმე სახის სამსახიობო შესრულება. აი ხანდახან არის რომ გადაცემას აკეთებ და შეხვდი შენს რესპონდენტს და კამერამ არ ჩაიწერა, ან ხმა არ იყო და პროდიუსერი გეუბნება რომ კიდე ერთხელ უნდა გადავიყოთ ეს და ეს არის ჩემთვის ერთი სიკვდილის გათავება, იმიტომ რომ ესეც კი იმდენად რთულია ჩემთვის რომ ვითამაშო, რომ ხელახლა შევხვდით ერთმანეთს, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე და როგორც წესი მთავრდება ეს ყველაფერი რომელიმე პროდიუსერთან ჭუბით. აი ეგ არის ერთ-ერთი ტრამვა. რა თქმა უნდა არ არის რაღაც ისეთი განსაკუთრებული რაც გავიხსენე, მაგრამ ვხვდები რომ მუშაობს.